დავიწყოთ აფხაზეთში, გაგრაში წვიმს და 7 გრადუსამდე თბება ჰაერის ტემპერატურა. გადავინაცვლოთ სოხუმში, სადაც ასევე წვიმს და 8 გრადუსი შენარჩუნდება დღის განმავლობაში. 8 გრადუსია ასევე ზუგდიდში და წვიმა მოსალოდნელი დღის განმავლობაში, -2 გრადუსი და თოვლი იქნება მესტიაში. რაც შეეხება ფოთს, აქაც წვიმიანი ამინდი გელოდებათ და 9 გრადუსი. ბათუმშიც წვიმს, თუმცა 11 გრადუსამდე თბება ჰაერის ტემპერატურა. ასევე წვიმა არის და 9 გრადუსი ოზურგეთში, რაც შეეხება ქუთაისს 7 გრადუსამდე თბება ჰაერის ტემპერატურა, თუმცა წვიმიანი აქაც ამინდი, რაც შეეხება რაჭას და ამბროლავს, აქ 3 გრადუსი იქნება და თოვლი. ახალციხეში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და 5 გრადუსამდე თბება ჰაერის ტემპერატურა, თოვლი ასევე და 3 გრადუსი ბორჯომში. გადავინაცვლოთ ფაკურიანში, სადაც 0 გრადუსამდე თბება ჰაერი და ასევე თოვლი იქნება დღის განმავლობაში მოსალოდნელი. მზე გამოანათებს გორში, სადაც 7 გრადუსამდე თბება ჰაერის ტემპერატურა, მოღრუბლული ამინდი გელოდება ცხინვალში და 4 გრადუსი, თოვლია სტეფანწმინდაში და -2 გრადუსი, რაც შეეხება გუდაურს, აქაც თოვლს და -6 გრადუსამდე თბება ჰაერი. აი შედარებით მზიანი ამინდი გველოდება თელავში, სადაც 11 გრადუსამდე თბება ჰაერის ტემპერატურა, 2 გრადუსით მეტია რუსთავში და 13 გრადუსი შენარჩუნდება და ასევე თბილისში 11 გრადუსი იქნება, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თუმცა ჰაერის ტემპერატურა არც 8 გრადუსი იქნება მაქსიმუმ. დაბალია. აი გათენებულა ამასობაში ჩვენი დედაქალაქიც გამოჩნდა. შენ 11 დაანონსე, მე 8 მიჩვენებს მაქსიმალურ ტემპერატურას დღეს. კი ბატონო. შეგვიძლია შევადაროთ.